მეგობრებო, მოგესალმებით. როგორ ხართ? მადლობით მინდა დავიწყო ჩემი საჯარო გაშლა. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ გამომწერს, თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც აქტიურობთ, რომლებიც არიშურებთ კომენტარებს, ლაიქებს, აზიარებთ, ინფორმაციას აზიარებთ ჩემს ვიდეოებს. ძალიან დიდი მადლობა ამისათვის. თქვენ ამით ძალიან ეხმარებით არხს კიდევ უფრო მეტად გაზრდაში, განვითარებაში და რა თქმა უნდა თითოეული თქვენგანის მინიმალური აქტივობა გარდა მაგლიერებისა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორი თემით მოვედი თქვენთან ახლა? მოდით ვნახოთ რა ან ვინ მოქმედებს თქვენზე ცუდად ახლა ამ მომენტში, აი. როდესაც ეს საჯარო გაშლა გახსენით და გაინტერესებთ რა არის ის, ან ვინ არის ის, ვინც თქვენს ენერგიაზე, თვითშეგრძნებაზე, განწყობაზე ყველაზე მეტად მოქმედებს სულად. საინტერესო გაშლა არის, არა? შეიძლება საერთოდ ისეთი პასუხი მიიღოთ, რომელსაც არც კი გიფიქრიათ, ან ვერც კი წარმოგედგინათ. პირველი ვარიანტი, რა მოქმედებს თქვენზე ცუდად ახლა და მეორე ვარიანტი. რა მოქმედებს თქვენზე ცუდად ახლა? პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. კარგად დააკვირდით ახლა ორივე ვარიანტს, კარგად შეიგრძენით ორივე ვარიანტი. სამაჯურები გავს ერთმანეთს, თუმცა განსხვავება საკმაოდ არის. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, პირველი არკანები, რაც დევს, ეს არის ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი სიგნიფიკატორი, აღმნიშვნელი ის თუ რა მოქმედებს თქვენს ენერგიაზე, ახლა ყველაზე ცუდად თქვენს თვითშეგრძნებაზე. დავიწყოთ პირველი ვარიანტით. რა არის ის, რაც ახლა თქვენზე ყველაზე ცუდად მოქმედებს? ცხრილების თასები, ნახეთ რა საინტერესოა. რეალურად ცხრილების თასები საკმაოდ კარგი არკანია, ხო? თუ მას არ განვიხილავთ ნეგატიურ ასპექტში. ყველაზე მეტად ახლა რაც გვნებთ, ეს არის კომფორტის ზონა. კომფორტის ზონა, რომელიც შესაძლებელია იმ უფრო მეტ შესაძლებლობებს და იმ უფრო მეტ შემოქმედებით ენერგიას გიბლოკავთ, რომელიც რეალურად გაქვთ. ხო? კომფორტის ზონა. კომფორტის ზონა არის ის ახლა, რაც ყველაზე ცუდად მოქმედებს თქვენს რეალობაზე, თქვენს შეგრძნებებზე, თქვენს პოტენციალზე, ხო? რაში ზიხართ? აბა ნახოთ, აი რაში ზიხართ კომფორტის ზონაში, რა არის ეს, ხო? რას ეხება ეს ყველაფერი? არკანი განდეგილი. თავს და სამიანების ხმლები. მარტო ვარ, გული მაქვს ნატკენი, არავინ და არაფერი არ მინდა, ისედაც კარგად ვგრძნობ თავს, ხვდებით ხო, რომ თქვენი ცხრიანების თასები ამ შემთხვევაში არის კომფორტის ზონა, რომელიც რეალურად უფრო მეტად გავს იცით რას გავს? როდესაც ადამიანი დემონსტრირებს იმას, რომ ის კომფორტულად არის მარტო თავის გატეხილ გულს, ნატკენ სულს მკურნალობს, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის. იმიტომ რომ ხანდახან ამ ყველაფერმა იცის კომფორტის ზონაში ჩაჯდომა. ხო, კონკრეტულმა როლმა, რომელიც შეიძლება რაღაცა პერიოდი მოვირგოთ. და თქვენ ამ მომენტში გაქვთ მორგებული ასეთი როლი. ჩემგან ხო მიჩვეული ხართ პერიოდულ ტოქსიკურობას, ესე რომ სჯობს გულწრფელად მოისმინოთ ის, რასაც ჩემს პასუხებში ასე ენდობით, ხო? და ეს არის გულწრფელობა. გულნატკენი განდეგილის ენერგია. კი, ნუ რაღაც პერიოდი შეიძლება საინტერესო იყოს, რაღაც პერიოდი შეიძლება მოგწონდეს ამ ენერგიებში ყოფნა, ხო? მაგრამ რადგან აჩვენებს, რომ თქვენ ეს ხელს გიშლით, ესე იგი აქვს ამ ყველაფერს ადგილი, ხო?
რომ ეს გაშხერდეს. კარგით, რაში გიშლით ხელს? ცოტა ქვედა ტუჩი გადმოვაბრუნეთ, არავის არ ესმის ჩემი, მარტოც კარგად ვარ. მარტოც კარგად ვთამაშობ ქვიშაში, არ მინდა თქვენი სათამაშოები. კარგით, მოდით ნახოთ განსაკუთრებით ეს ყველაფერი თქვენი ცხოვრების რომელ სფეროზე მოქმედებს ნეგატიურად. მოთხოვნების თასები, რა თქმა უნდა, თქვენს ემოციებზე რეალურად კი შეიძლება სადღაც აჯერებდეთ თავს, რომ რაღაც თქვენი კომფორტის ზონაში ხართ. ცხრიანების თასებში, მაგრამ რეალურად ამ დროს გულწრფელ მარტოობას და სინანულს და იმედგაცრუებას განიცდით, ხო? უბრალოდ ჩაკეტილი გაქვთ თქვენი თავი მაქსიმალურად გარე ფაქტორებისგან, ხო? როდესაც აი ნახეთ, თქვენს ირგვლივ მოდის პრინციპში შანსები დადებითი ემოციებისა, ბევრი რაღაცის შეცვლისა, მაგრამ არ გაქვთ ამის სურვილი, ხო? არ გაქვთ ამის სურვილი. ცხრიანების კვერთხები. ეს არის მაქსიმალური ესეთი მავთულ ხლარტი, რომელიც თქვენს ირგვლივ არის აღმართული, ხო? მარტო სული, მარტო ეული ვარდი, რომელმაც ახლა ძალიან დიდი ეკლები გამოუშვა და არავის არ აძლევს უფლებას, რომ მას შეეხოს, ხო? ეს ყველაფერი თქვენზე ნეგატიურად მოქმედებს. ასე აჩვენებენ ტაროს არკანები. ჩვენ ხომ კითხვა ამ ნაწილში დავსვით, ხო, რა მოქმედებს ჩემს ცხოვრებაზე ახლა ყველაზე მეტად ნეგატიურად. გამოსავალი რაშია? მაგრამ თავი რა არის, თქვენ თვითონ არ უშორთ არაფერს ახალს. და არავის ახალს. ცით რა არის, მე აქ ვერ ვიგრძენი healing, ანუ ცით განკურნების ენერგია, ხო, როდესაც ადამიანი მე აქ დავიჭირე პატარა ესეთი დაფარული საფრთხე. და ეს საფრთხე იცით რაში მდგომარეობს? ამის რომანტიზირება არ უნდა მოახდინოთ. მე შეიძლება აქ მუშაობდეთ საკუთარ იმედგაცრუებებზე, ვთქვათ, გარკვეულ ფსიქოლოგიურ ლიტერატურას, ფსიქოლოგთან დადიოდეთ, ეზოთერიულ ლიტერატურას, ბევრ რაღაცას ეცნობოდეთ, ხო, ისიც რაც დაგეხმარება საკუთარი თავის პოვნაში, მაგრამ მე რომ ამოსვლა და სიგნიფიკატორად ვთქვათ, სამიანების ხმლები ან ნებისმიერ ესეთი არკანი, ან ოთხიანობის თასები თუნდაც, ცოტა სხვაგან წავიდოდი, მაგრამ ცხრიანების თასები აჩვენებს, რომ არ უნდა გააკეთოთ იმის რომანტიზირება, რომ მე გული მატკინეს, მე მარტოსული ვარ, მე განსაკუთრებული ვარ, თქვენ არავინ არ ხართ, ხვდებით ხო, საით მე ვდივარ. ამას შეიძლება ხელი შეგიშალოთ. მე ესეთი კითხვა მაქვს თქვენთან. გამოსავალი რაშია ამ ყველაფრიდან? თასების ტუზე, არკანებზე. გადაივლის ეს ეტაპი. ეს არა მხოლოდ გარეთ გამოხატული, ვთქვათ, კონფლიქტია სამყაროსთან, არამედ შიგნითაც კონფლიქტები გაქვთ. და გამოსავალი მდგომარეობს იმაში, რომ საკუთარ ჩრდილებს შეხედოთ. იმიტომ რომ არ არსებობს სამხრივად დამნაშავე ადამიანი. არ არსებობს მარტო ის არის დამნაშავე და მე ვარ მართალი. არ არსებობს ესეთი დამოკიდებულება, რომ სამყაროა დამნაშავე და მე ესეთი უშეცდომო ვარ, ხო? გამოსავალი მდგომარეობს იმაში, რომ ჩაკეტვა გადეგილის ენერგიებში, 9 კლიტულში და ასე შემდეგ, გატეხილი გულით და ამ ყველაფრის ვთქვათ რომანტიზირება მაინც და მაინც კარგი შედეგით არ მოდის ხო თქვენთვის. კარგი ის არის, რომ პირიქით გარემო სამყაროს დაენახოთ, გამოხვიდეთ, მიიღოთ მრავალფეროვანი ემოციები, მზე პენტაკლების მზე და თასების ტუზი. ნიშნავს იმას, რომ პირიქით მაქსიმალურად გაახაროთ თქვენი თავი, მაქსიმალურად გაბედნიეროთ თქვენი თავი და კონფლიქტებშიც, იმიტომ რომ აქ ჩანს ბევრი დათრგუნული ენერგია თქვენში. და აჯერებთ თავს, რომ ეს ნორმალურია, რომ ეს კომფორტის ზონაა, რომ ეს ასე უნდა იყოს, არა.
გაარკვიეთ, ხანდახან შიშს და კონფლიქტს ხანდახან არა ხშირად და უმეტესწილად აგვარებენ ადამიანები მაშინ, როდესაც პირისპირ ხვდებიან ამ ყველაფერს და არა, ვთქვათ, ირიდებენ პასუხისგებლობას ან რაღაცნაირად აი ამ კომფორტის ზონაში გადადიან, რაც ხრიანების თასებმა აჩვენა თქვენ შემთხვევაში. არკანი ვარსკვლავი მე აქ მაჩვენებს, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად გადაივლის. თქვენ მიხვდებით, რომ ის ეხლანდელი მიდგომა არ მუშაობს. თქვენ შესრულეთ მიდგომას და პენტაკლების explorer მაძიებელი. და არკანი ვარსკვლავი აჩვენებს იმას, რომ მიხვდებით, რომ 9 კლიტულში და გამოქვაბულში ჯდომა სანთლის შუქზე მაინც კარგი გადაწყვეტილება არ არის, უფრო მეტიც. იმოგზაურებთ კიდევაც. და საკუთარ თავსაც სხვანაირს გამოწვრთნით ამ ყველაფრიდან. მიხვდებით, რომ ის ახლა რაშიც ხართ, კომფორტის ილუზიაში გამყოფთ. თქვენ რეალურად ღია გახსნილი და სხვანაირი ადამიანი ხართ. არ ხართ ის, რასაც ახლა აჩვენებთ, ან შესაძლოა დემონსტრირებთ, ხო, უმეტესწილად ჩემი მსმენელი ხა, ვინც უყურებს პირველ ვარიანტს. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ბევრს უნდა მოძრაობდეს, ბევრს უნდა ურთიერთობდეს, აი ეს გამოგიყვანთ მდგომარეობიდან. და არა ჩაკეტვა 9 კლიტულში. ხო, და მშველელის დალოდება, როდის მოვა ვიღაცა ან რაღაცა და გადაჭრის ამ თქვენს პრობლემას. არა, ჩაკეტვით საქმე არ მოგვარდება. დაგემშვიდობებით, პირველი ვარიანტი, იმედია გავუკეთ ერთმანეთს. მეორე ვარიანტი, თქვენ რა გიშლით ახლა ყველაზე მეტად რა მოქმედებს ცუდად თქვენზე? ეს არის სწორი კითხვა. რა მოქმედებს თქვენზე ახლა ყველაზე მეტად ცუდად? წუთით. თქვენზე რა მოქმედებს ახლა ყველაზე მეტად ცუდად? ექვსიანების თასები, წარსული? წარსულ სცენარებს ვერ მივიწყებ, ვერ ვჭრით, წარსულ ემოციებს ხაც პერიოდულად წარსულში ბრუნდებით. არის ესეთი ერთგვარი კავშირები, რომლებიც პრინციპში უკვე დიდი ხანია წარსულს უნდა კონდეს ეს ყველაფერი ჩაბარებული, მაგრამ აშკარად შესაძლოა თქვენი ყურადღებით, თქვენი ემოციებით მაინც ყვებავთ ამ წარსულს. იქიდან ვერაფერს ვერ იღებთ. გარდა მოგონებებისა, ვთქვათ, რომელიც შეიძლება მხოლოდ სევდას გვრიდეთ და ენერგიას დადებითად არ მოქმედებდეს ნამდვილად. წარსულთან დაკავშირებით რაღაცა არხებია, რომელიც არ გადაგიჭრიათ. ყვებავთ. ნახეთ, როგორ ყვებავთ ამ წარსულ აჩრდილებს, ფანტომებს თქვენს ირგვლივ. ვის და რას ეხება ეს კონკრეტულად ექვსიანების თასები? ვის და რას ეხება? ვის და რას ეხება? არკანი სამყარო. მაჩვენებს, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება. მაჩვენებს, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე დამთავრდება. უკვე სადაცაა, ან დამთავრებული, ან ძალიან მალე დამთავრდება. ეს როგორი სალამანდრაა. კარგით. რა გართმევდათ ენერგიას, უბრალოდ რა მოქმედებდა წარსულში ვიკითხავ მაშინ, იმიტომ რომ მაჩვენებს წარსულს და ახლა მაჩვენებს. როგორც იტყვენ დოიპოსლეს მაჩვენებს. მანამდე და ახლა აი ამას მაჩვენებს. კარგი, წარსულში რა მოქმედებდა ესე ცუდად თქვენს ენერგიაზე? საინტერესოა, მეუბნება რომ გადაჭრილია. რა მოქმედებდა? ექვსიანების თასები, ექვსიანების პენტაკლები. მეგობრებო, ტელეფონი ჩდებოდა, კიდევ კარგი დროზე მომასწარი. შევაერთე. 1%-ზე იყო. ექვსიანების მაინც ამოვაღერღე ქვია ტაროს
ამოვათქმევინე სათქმელი, ხო? ექვსიანების თასები, ექვსიანების პენტაკლები. იცით რა გართმევდა და რა მოქმედებდა თქვენზე ცუდად? სადღაც ყუდები ახლაც არის, რომ იმას აძლევთ ენერგიას, ვისაც არამს არ უნდა აძლევდეთ, არამედ ამდენს არ უნდა აძლევდეთ. მაგრამ მაჩვენებს ექვსიანი აქეთ, ექვსიანი აქეთ ბალანსდება ეს ყველაფერი. კარგი, მაჩვენებს დაბალანსებულია ახლა ეს პრობლემა უკვე, რომელიც ხელს უშლის ახლა ყველაზე მეტად და ცუდად მოქმედებს. ეს პრობლემა ახლა დაბალანსებულია, უკვე გადაჭრილია, დასრულებულია? არკანი მაგი, მეუბნება რომ კი. ან დასრულებული, ან დასრულების პირას არის. კი. სისკარელება მოგესალმებით. რა თქვენ ხართ აქ? ჩემი მსმენელია აქ შემოსული. ენერგიებით ვიცანი. დახურული ჯგუფიდან მოვიდნენ. გოგო ბიჭი. ბრავო. აბსოლუტურად დავამატებ, იმიტომ რომ აქ აჩვენებს, რომ ის რაც თქვენზე ცუდად მოქმედებდა, თქვენზე ძალა აღარ აქვს. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რესურსიც თქვენ იყავით, ენერგიაც თქვენ იყავით და ნახეთ რამდენ ვთქვათ ადამიანს შიღვრიდით ამ ენერგიას. იმიტომ რომ თქვენ ბევრი ფიქრობდით, რომ ბევრი ქონდათ, საკმარისი ქონდათ. ექვსიანების პენტაკლები. ხედავთ, რომ აი ბუდეც არიელია, ყველა თითქოს თქვენგან ითხოვს ამ პენტაკლებს, თქვენგან ითხოვს აი ამ ემოციებს, ხო? მაგრამ ორი ექვსიანი ნიშნავს, რომ ტოლობაში ამოსული. ძალიან მაგარია. ძალიან მაგარია. კვერთხების რაინდი, კვერთხების მეფე, ექსპლორერ მაძიებელი, არკანი სამყარო, ხმლების ეს დასრულებულია, გადაჭრილია. არკანი მაგი. ძალიან მაგრები ხართ მეორე ვარიანტი. მოვაყავ თქვენით. ან გადაჭრილი, ან ღეთაზე გადაჭრით. ღეთაზე გადაჭრით. მე კიდე გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით, ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს.